Hi! მე დილის გამოსერინება მაქვს, გადავედით სიყვარულზე, იმიტომ რომ ლონდონში ახლა არის 32 გრადუსი, ხალხო 32 გრადუსი იცით აქ რას ნიშნავს? ძალიან ბევრს. ხო და მზის განდამცავი არ მქონდა, არც ჩემთვის მქონდა და არც ჩემი შვილისთვის, ამიტომ რა თქმა უნდა შევიარე აფთიაქში და ისეთი გაძვირებულია ყველაფერი. 83 ფუნტი რაში დავხარჯე არ ვიცი. 83 ფუნტი არის დაახლოებით 350 ლარი, ხო? დაახლოებით, ნუ კურსთან მიმართებაში მე მერყევს. ეხა სახლში რომ მივალ, მე დაგათვალიერებინებთ რა ვიყიდი აფთიაქში. ისეთი არაფერი მიყიდია, 3-4 რაღაცა ვიყიდე, მაგრამ გაჩვენებთ და მე უნდა გავემზადო და დღეს მივდივარ და ღონისძიებაზე. ეხა გაჩვენებთ რა ვიყიდე აფთიაქში. აი ეს ულამაზესი და ძალიან ზაფხულის სუნის ტანი სპრეი. რა ლამაზია ნახეთ, რა გოგოშკურია და რა ფერი აქვს. ამ სპრეის შეძენა საქართველოს შეგიძლიათ British GRG-ზე, არჩევანი არის სხვადასხვა არომატის და შედით და შეიძინეთ, გაილამაზეთ ზაფხული ასეთი გოგოშკურობებით. მეორე ეს არის ლანკასტერის მზის განდამცავი, კრემია. თმის გადასავარცხნი წვრილად, რო გადაიწევ და დაილაგო, ასე ვთქვათ, ბუწუწები. მზის განდამცავი. დღეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ამასთან დაკავშირებით არის ღონისძიება, სადაც ახლა მოვედით. ძალიან კაი ამინდია, ძალიან კაი საღამოა. მიუხედავად იმისა, რომ ის ნახევარი არა ჩვეულებრივი მზეა და ქუჩა სავსე არის ხალხით. ესეთი ეზუორის ეკლესია, სადაც ქართული ღვინოა და ფურშეთი იყო, რომელიც უკვე აღარ არის, აქ ქართული დროშა. ჩემი კრუასანი მიეცი, უყვარს. ჩემი შვილმა იხმაურა იქ ღონისძიებაზე და ამიტომ გამოვიდით გარეთ, გამოვისეირდეთ და შემოვიარეთ ჩვენ საყვარელ ჯოენზე ჯუსში და მივყიდეთ წვენები, სენდვიჩი და ასე შემდეგ. ერთი აიღე. თამაკ საღამოს გამოსეირნება საფრანგეთის შოპინგ ცენტრში. რაღაცა ცოტა ისეთი გრილი სარაფანი ვიტმინდა, იმიტომ რომ დავიღალე ამ რაღაცების ამოცმებით და გადაცმებით. ეს წითელი კაბი ძალიან მომწონს და ნახოთ რა ღერს. თან ამ ბრენდის რაღაცები ვიყიდე შარშან. ესეთი არის წინიდან და უკანასეთ წელოდი. და ძალიან კაი ხარისხი აღმოჩნდა, მithumetes რაც სხვაში. 50 ფუნტი. შვენიერი ფასია. და წინ არის ესეთ ლამაზ პატარა ღილებზე. აქეთაც ლამაზი კაბა მოჩანს რაღაც. 40 ფუნტი, მაგრამ ესე ძალიან ყელიანი მე მგონი არ აი რა მომწონს. რა ლამაზია. მე მგონი ამას ვიყიდი. მე მგონი არა ვიყიდი. რა ფერსაბა. 40 ფუნტი. 40 ფუნტი ღირს. რა მისაღები ფასებია გამოვშტერდი. იმედია ზომაში კარგად მექნება, იმიტომ რომ გაბრუნება ყოველთვის მეზარება ხოლმე ყველაფრის. მაგრამ აი თითქოს ეს ხელზე უფრო ჩემი სტილია. აი ხელებიანი უფრო მიყვარს, კლავები რო არ. ესეც ძალიან მომწონს. ესეც ღირს 40 ფუნტი, ძალიან ლამაზ ხელზეა. ესეთი ლამაზი ხელები აქვს. აი ყველა კაბა არის ერთმანეთზე ლამაზი. ეს ნახეთ რა ულამაზესი ნაჭერია. ულამაზესი. 46 ფუნტი ყავს, 45 და 99. და აი თან ხო ვიცი რომ საკმაოდ კაი ხარისხია, ну შარშან ყოველ შემთხვევაში რაც ვიყიდა ყველაფერი ძალიან კაი იყო.
აუ, ეს კაბაც მომწონს, მგონი ამასაც ვიყიდი. აი, ასეთი წარწერებიანი სადამაისურები მიყვარს ძალიან და ამ მაღაზიაში, აი, ისეთი მაგარი არჩევანია შარშან მალორკაზე რომ მივდიოდი. ძალიან ბევრი ისეთი ესპანური წარწერიანი, ძალიან ბევრი რა 4 ცალი სადამაისური ვიყიდე, ძალიან კაი ფასებად. და ძალიან კარგადაც გამოვიყენე და ჯინსის შორტებით, რომელიც აქეთაც მოჩანს. ასევე ძალიან კაი გამოდგა. ეხლა არ წამომიღია თბილისში დავტოვე, ამიტომ ერთი ჯინსის შორტიც დამჭირდება, იმიტომ რომ ნელ-ნელა ვემზადები უკვე ჰოლიდეისთვის. ყავისფერი ძალიან მომწონს, ჩემს ქოშებს მოუხდება და ქუდს. 22 ფუნტი, მშვენიერი ფასი არის. ისეთი გაძვირებულია ყველაფერი, რომ ამ მაღაზიაში ყველაფერი იაფი მეჩვენება. მე მოვიშოპინგე საზაფხულო ზედები. ისეთი კაი ნიავია, 9 საათი ხდება უკვე, საღამოს 9 არის, 10 დაიწყო და გამოვედით პარკში სასეირნოთ ფეხით. გაგვეზარდა სიარულის რუტინა. დილაობით დავდივართ თავისთავად, მე და ჩემი შვილი და საღამოს გასეირნებაზე ჩემი ქმარიც გვიერთდება და მშვენიერი ჰაერია, მშვენიერი ტემპერატურა. წინა დღეებში ძალიან ცხელოდა და დღეს საღამოს ხო არ ვჭდები და დღეს საღამოს ძალიან კაია. სიგრილე მე სიამოვნა ცოტა თბილად ჩავიცვი. და მოკლედ ეს ხელში რაც მომხდა ის ჩავიცვი, პიჟამოსზე დამაცვია ხალხო. უცებ მარტივად რაც მომხდა ხელში, ის გადავიცვი. დედი, აქეთ მოდი. ეხლა ვართ მინი შოპინგზე. საჭმელების. და მოიტანე შენი ურიკა? მოიტანე დედი? და ჩავდოთ პიცის ცომი, რომელიც გვიყვარს და ჩვენ ავაწყობთ სახლში პიცას, ხო? ესეთი ბეისები იყიდება და ღირს 2 ფუნტი და 75 პენსი. ხო და ეს დადას გადავულაგოთ თავის იმაში, ხო? ურიკაში, თორე აღარ გვეტევა დროებით დავდოთ. ხო, და რაც შეეხება, ხო, პიცისთვის კიდევ ვიყიდე ეს სალამი. ვაიმე, აღარ ეტევა ხოლში დავიჭე. წამო, აბა იქეთ ტომატი ვიყიდოთ ახლა პიცისთვის, ხო? წამომყევიდე. სახლში რომ მივალ, ძალიან მინდა რომ გავაკეთო unboxing-ი, ნახოთ რამდენს დავხარჯავ და გაჩვენებთ მე იმ თანხაში რა მომივიდა. ჩემი პარკებით ვარ წარმოდგენილი. პიცისთვის დამჭირდება ყველი. აუცილებლად. კონკრეტული რაღაცისთვის მინდა მაჭა მჭირდება, თუ მაჩა თუ რაც ქვია და აი მაჩა, პერფექტო. მაჭა ვანილა. მაჭა ჩვეულებრივი მინდა. ჩავამატებ. ხო. 159.3. ხო, ლარში? ეხლა გაჩვენებთ რა ვიყიდეთ 160 ფუნტად ლონდონის პრემიუმ კატეგორიის მაღაზიაში. 60 ფუნტი არის დღევანდელი კურსით რამდენი? 567. 576 ლარი. 576 ლარი. 577? ხო, 160 ფუნტად, ანუ 577 ლარად. და პროდუქტების unboxing-ი. ნაყინი ამოიღე მარტო, ხო? ეს პიცის გამზადებული ცომი. მინდა რომ ეს აქეთ ყველაფერი გამოჩნდეს, რასაც დავალაგებ. პიცის გამზადებული ცომი. ანანასი. პომიდორი, ორგანული პომიდორი, ხო? კი. პური, ბაგეტი. 2 პრეცელი. აუ ეს პრეცელი რაღაცა ცოტა ცომდებასავით. ჰემი. რამდენიმე ჰემი არის აქ, როგორც ახსოვს. 2 ჰემი. სალატის ფურცლები. 4 ყველის მიქსი. ქათმის ჩხირები, რომელიც იქნება სავარაუდოდ 3, იმიტომ რომ აქციაში 3-ია ხოლმე. ბრიტანული სოსისები, ანუ შესაძლავი სოსისები. აი, მესამე ქათმის ჩხირიც აქ არის. კიდე გვაქვს ტორტილა, ნაღები, ზეთისხილი, სხვადასხვანაირი ზეთისხილი, ესეც იქნება 3 შეკრვა, იმიტომ რომ 3-ია ხოლმე აქციაში. სამსახს შეღავათიანი ფასი და მესამე სავარაუდოდ იპარკში. გვაქვს ასევე მაჩა. რაღაც იოგურტი, რომელსაც სვალი მოვკარი და უბრალოდ ჩავაგდე. 1 წელი. ოკეი, გადავიდეთ. აქ კიდე რაღაცა არის.
აი, მესამე ზეთისხილი. სამი ზეთისხილი. ყველი დაჭრილი. ბეკონი, რომელიც მე გავხსენი გზაში და ჭამე. ძალიან გემრიელია. ორი სენდვიჩი, რომელიც ასევე გზაში ჭამე. ორი სენდვიჩი და გაზიანი დასალევი, ხო, რომელიც ამ პარტში არ იქნება, იმიტომ რომ გზაში ჭამეთ და ორი ჩიპსი. ნუდლსი. მოცვი. გაზიანი სასმელი. რაღაც კომპოტივით სასმელი. ეს ნუდლსისთვის დაჭრილი ქათამი არის. კიდე მოცვი. საზამთრო ტომატი. ეს რა არის? ჯემიანი ორცხობილები. აუ ეს ისეთი მარილიანია, ძალიან მომწონს. სალამი. სელექციონია ეს სალამის. კიდე ყველი დაჭრილი. შემწვარი ქათმის ბარკალი. კიდე რა გვაქვს? ეს ნუდლსისთვის დაჭრილი ბოსტნეული. ვეღარანაირად ვეღარ ვატევ. კიდე მოცვი სხვანაირ შეფუთვაში. ცოტა საუწევ ხა ამ კამერას, თორემ დამეღალა ზურგი მოხრით. კიდე ჭარხალი და კიდე ჭარხალი. კიდე მოცვი, გაგვეხა ეს მოცვი ხო? ლიო. აიოლი რაღაცა. ეს ჰუმუსი ხო არ გეგონა? აიოლი რა არის? და ჰუმუსი. აყვალი და მალინა და ბეკონი. ჩეკი კიდე არ მხვდება, ჩეკისაც წაიღე, რა საინტერესოა. აი, ჩეკი. ბოლოს ჩეკი. კიდე გვაქვს ბანანი, შეკრა, რომელშიც არის 5 ცალი ბანანი. ური. ვასაბის თხილი. გავაგდე. მინდოდა. კაი ხანია. მინდა ვასაბის თხილი. რამდენიმე ხნის წინ ეს შემთხვევით მომინდა და რა კაი მწარეა. კაი მწარე კი არა, ძალიან მწარეა. აი ეს არის ნაღდი ვასაბის თხილი. შელიბონი. და ნუდლსის соуსი. ეს ნუდლსის ყველაფერი გამზადებული, ესე პორციულად იყიდება ხოლმე. ასე ვთქვათ, პაკეტი არის და ქათამიც მოყვება, ბოსტნეულით, соусით და თვითონ ნუდლსით, რომელიც აქ დავდე სადღაც. So. აბა რა სიტყვით, ბევრია თუ ცოტა? ძალიან ბევრ თქვენგანს ალბათ ქართული სამზარეულოს ხსენებაზე პირველი რაც გახსენდებათ ტრადიციული კერძები ხინკალი და ხაჭაპური. იტალიურისას პიცა და პასტა. რომელი კერძი გახსენდებათ ბრიტანულ სამზარეულოზე საუზმისა და fish and chips-ის გარდა? ეს არის ჩემი Sunday roast-ი, რომელიც არის იდეალურად დაბალანსებული კვირადღის საჭმელი ბრიტანელებისთვის, იმიტომ რომ ხორციც არის, ბოსტნეულიც არის, იორკშა პუდინგი, რომელიც შევჭამე, მაგრამ პუდინგი რადგან ქვია არ გეგონათ, რომ დესერტი არის და Sunday roast-ის ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ჩემს Instagram-ზე, იქ დავდე უფრო დეტალურად და აუცილებლად გადადით და უყურეთ. იდეალურია. არის ხორცის ნახარში соуსი, რომელსაც გრეივი соуს ეძახიან და აი ყველაფერთან გებრიელია, ხორცთანაც, ყურთანაც, მაგრამ აი
არ ვიცი, ეს ტკბილი გემოები, სტაფილოს კი ისეთი ტკბილია, ბატატი მოყვება, ტკბილი კარტოფილის პიურე მოყვება და ისე უხდება ეს სიტყვა, აი ვერ აღწერ ხორცაც, Yorkshire პუდინგსაც, რომელიც უკვე შევჭამე, მაგრამ შეგიძლიათ ნახოთ ჩემ Instagram გვერდზე Theo's Food Corner, როგორც გითხარით. იდეალურ. და ეს ჯანსაღი ყვება, ძალიან კარგია, მაგრამ მე აქ შეკვეთილი მაქვს ლუდი, რომელსაც თავს ვარ. მე წამოვგვერდი ეზოში. გასარუჭეთ ჩემი აზრით, მაგრამ რისი ამბიცია მაქვს, არ ვიცი. 50-იანი SPF-ით. მაგრამ მე მსაზე ისედაც სითხავს ვერ ვჩერდები, ეს ახალი Red Bull-ი ვიყი და გუშინ 5-ით სამწუხაროდ. სამწუხაროდ, იმიტომ რომ არ მომწონს sugar free არის უშაქრო. ფიჩრო ეწერა, მაგიტოა ვიღე, იმიტომ რომ მე ყველაფერი მიყვარს ატმის. ხო და ამას ატმის გამო საერთოდ არ მომწონს. ეხლა გავაკეთებთ პატარა unboxing-ს, იმიტომ რომ გამოვწერა ერბორიანიდან რამდენიმე რაღაც. და ვნახოთ როგორ მომეწონება, ბოლოს შანს ვაძლევ ერბორიანის CC-კრემს. იმიტომ რომ ადრე ვიყენებდი, რაღაც პერიოდში თითქოს მომწონდა, მე აღარ მომწონდა და დავანებე თავი. მაგრამ რამდენიმე ხნის წინ შემხვდა ვიდეო ერთ-ერთი ქართველი ცნობილი ადამიანის, რომელმაც დატესტა ერბორიანის კონსილერი და CC-კრემი და ძალიან მომეწონა, ხო და აი მე ის 5 შემომეხა ამასობაში. ხო და დამატენიანებელიც მივაყოლე. აუ რა კაისუნია, რაღაცა ძალიან სისუფთავის ესე ღია მწვანეა. დღეს ისეთი ჩაძინებული ვარ, არაფერი არ მაფრიზლებს. ვიწიეთ მა. აი მე რა უცნაური კონსისტენცია აქვს. ეხლა რადგან დრო ჭირდება სახის კრემს ზოგადად რო ეს 5 სანაკვეში დატენიანდეს. ნახოთ რა მოყვა საჭიროდ. ეს ამდენი რაღაცები რა საჭიროა. ალბათ რო არ დაზიანებული იყო. რაღაცა მართლა ვგრძნობ ერთ ფერში მოყვანას და დატენიანების ნიშანს. ესე იგი მოყვა CC-კრემის CC-კრემის 2 ტესტერი სხვადასხვა ფერის მოყვა. ესენი გამოვწერე პატარა ზომის CC-კრემი და კონსილერი, იმიტომ რომ მეთქი რო არ მომეწონოს, რატომ უნდა მქონდეს დიდი ზომის. ხოჭკუიანურია. აბა გავხსნათ ხელის ერთმანეთზე მოძრაობით. მე არ მიყვარს ძნელად, რომ ცოტა ძნელად ნაწილდება სახეზე. ჩემი ფერი არის მომწონს და ბუნებრივადაც არის მე მგონი სახეზე, ხო, რა სიტყვით. გუშინ წინ თუ როდის იყო გუშინ ვიყიდე პატარა ფუნჯი თვალის ფანქრისთვის და კონსილერისთვის დასატანად, მაგრამ ზევით მაქვს და ახლა ძალიან მიზარება ჩამოტანა. ამიტომ მომიწევს რომ კონსილერით თითით წავისვა. ძლივს არ გამოვწერა ინტერნეტით პირველად ვიყიდე ღია ფერის წინაზე შევუკვეთე და ძალიან მუქი იყო. აი ესეთი გამოვიდა კონსილერი და CC-კრემი. მე მგონი ძალიან ბუნებრივია და ძალიან კაი ფერებია. მომწონს. რაც მთავარია, კანზე მაქვს სიმსუბუქის შეგრძნება და აი ეს შეგრძნება არ მაქვს ტონალურს რო ახასიათებს სიმძიმის. მთავარ როლში ჩემი ყოველდღიური უმსუბუქესი მაკიაჟის არის აი ეს სტუდიო ლონდონი არის სუპერდრაგის შვილობილი ბრენდი, ასე ვთქვათ. ეს ბურგუნდისფერი ტუში არის British Kiergy's best seller-ი. თლიანი მარაგი ხო გაქრა და გაცამტვერდა ეგრევე მალევე როცა შემოვიტანეთ. და მერე ახლახანს ისევ შეივსო მარაგი და უკვე არის ისევ ამოწურვის პირას, ამიტომ თუ გიყვართ ისეთი სუბუქი ტუში, აი რო არ გადევს წამწამზე, ეხლა ნახავთ როგორც გულისხმობ. ყალობა მიცა ამ თვალს და ამ თვალს. ხედავთ და მეოთხედიც არ გამიკეთებია ჯერ. ძმერ
ტუშს დაუდგეს, ოღონდ რა თქმა უნდა გულისხმობ აი ესეთი clean look-ის ტუშების კატეგორიაში. აი როცა ზოგ ადამიანს მოწონს, როცა ცოტა სქლად აქვს და თვალში საცემი არის, რომ ტუში უსვია. მე მაგალითად არ მიყვარს, რომ ეტყობა, როცა ტუში მისვია. ამიტომ არის, რომ ყოველთვის ვიყენებ ხოლმე ყავისფერ ტუშს და ბოლო პერიოდში რაც უკვე ცოტა გამოიამინდა ბურგუნდისფერს, თუმცა ზამთარშიც ვისვამდი ხოლმე კონკრეტულად ამ ტუშს თბილისშიც მაქვს და ლონდონშიც მაქვს. ხო და ყველაზე მეტად კიდე რაც მიყვარს ამ ტუში არის ის, რომ როცა გადადის თვალიდან არ იდღაბნება და აი ამეებში არ ჩამოდის რაღაცა ისე სუფთად დასტოინად გადადის ხოლმე. მე მაინტერესებს ტუშს ზოგადად თუ ისვამთ ხოლმე ქვემოთაც. მე ხან ვისვამ, ხან არა. რაღაცა აი ქვემოთაც რო გისვია ტუში, თითქოს ეტყობა რომ გისვია. და ესე არ ეტყობა. აღარ შემოვა, იმიტომ რომ ფიზიკურად აღარ არის. თუ დაამატებენ ლონდონში, რაც მე ეჭვება, ნუ ყოველ შემთხვევაში ახლო პერიოდში, მერე შეიძლება კიდე დაემატოს British Care-შიც, მაგრამ ჯერჯერობით თვითონ კომპანიაც out of stock არის ეს კონკრეტული ფერი სულ ამოიყიდა, გაცამტვერდა გაქრა. აი, რას გულისხმობ? შედეგი აქვს სტუდიო ლონდონის ბურგუნდისფერ ტუშს. ხო, British Care-ს შეკვეთისას მიტანა ხორციელდება შეკვეთიდან 24 საათის განმავლობაში. მოქმედებს რა თქმა უნდა Apple Pay, მათთვის ვისაც სუპერ კომფორტული გადახდის მექანიზმები უყვარს, ისევე როგორც მე. კარგი, ეხლა წავედი, წაღან კიდე მომივიდა კაკრას. ამ ამბებს რო ვიწყებდი unboxing-ებს. Oh my god. პირდაპირ ამოვიღებ რა თქმა უნდა ყუთიშვილ. ორიბეს ეს თმის სტიკი მინდოდა ძალიან დიდი ხანი. ორიბესი არა კონკრეტულად მინდოდა ზოგადად სტიკი რა, თმის და არ დააყოვნა ორიბემ და მიგდებდა რეკლამებს. ხოდე? ნახრა დახვეწელია, მუქი ლურჯი ოქროსფერში, ჯერ შეფუთვა რა მაგარი აქვს. მე ინტერნეტში რასაც ვხედავდი, სუპერ შედეგები აქვს. უბრალოდ ეხა მე აქ სავარცხელი არ მაქვს და ამას რო ვისვამ, რა აზრი აქვს? ვითომ რას ვტესტავ, ზევით გაჩვენებთ ახლა რო ავალ ოთახში. აი თმას რო ვიწევ ხოლმე რაღაც პუწები რომ აქვს. ამას რა ფიქსაცია ექნება, ისეთი მძიმეა. ოკეი. და მე აქ ვარ. ჩემი შვილი მეძებს. ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს, ისეთი ლაითი რა, სუნი არ შეგაწუხებს არც ისე, არც კარგად და არც ცუდად. კაი, წავედი ახლა. ამას დავტესტავ წესიერად და გაჩვენებთ. აი, კამერას უფრო ახლოს მოვიტან, სანამ წავალ და გაჩვენებთ. ჩემ მაკიაჟს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ რაც არის. ტუჩი დამრჩა ისე. და წარბები მაქვს დასავარცხნი. ჩემი მთავარი შენაძენი ეს ვერ გავიგე სპეციალურად არის გადაკეკილი თუ დაუზიანდათ თუ ესეც ქოშები. ასეთი მქონდა უკვე ვარდისფერი, იდეალურად გამოვიყენე. აი სასწაული ძირი აქვს და სასწაულად კომფორტულია, ვიზუალურად შავი. რო არ მოგატყუოთ, არ მინდოდა, მაგრამ თეთრი ფასდაკლებაში არ იყო და 245 ფუნტის გადახდა ძალიან დამენანა ამ ჩუსტებში. ესე მოკრძალებულად აქვს ლოგოები დიდად. არ ყვირის, რაც ძალიან მომწონს. ხო და ეს იყო ფასდაკლებაში და სადღაც 100 ფუნტი დამიჯდა მოტანიანად, რაც სავსებით მისაღები ფასი არის მონკლერის ქოშებისთვის. ეს ერთი ზომა იყო დარჩენილი. და შესაბამისად მაგიტო იყო ამ ყველა ფასდაკლებაში 36 ზომა. და გამიმართვა მაგამ ბავშვი, რომ კაი ფასად ვიყიდა, ეხლა ჩავიცვალ და მოვკომფორტულდები ჩემს ახალ ჩუსტებში. ეხლა მივდივართ City აეროპორტში და საათნახევარი ხო იქნება რაც ვერთ გზაში. ჩემი თმა გავერთენა წყალით. ხო იქნება საათნახევარი რაც გზაში ვართ. როცა 40 წუთში იქ ვართ ხოლმე არასაცობიანობის დროს. აუ, ხო, რატო ჩავხდე კამერა?
ისეთ უგონში ვიყავი, მაკდონალდსში. გზად თავბედი ვიწყებ რაღაცინებს. რაღაცინებს ეგ არის ლონდონი, სადაც არ ვიცხოვრობდი და ჩემი ქალი მეუბნება, რომ ლონდონის 90% ეგეთია, უბრალოდ მე ვარ გათამამებული თუ როგორი. და ზემაგრად ავისტრესე, არც მაკდონალდსი მინდა და ეგეთი და არაფერი. ხო და მოკლედ ეს ლონდონის კაი უბნები კაია და ცუდი უბნების რა მოგახსენებთ?